ეს წრიული ნაგებობები ქართლის ტერიტორიაზე აშენებული პირველი სახლებია. მათი ასაკი 8000 წელია. ეს არის ძირითადად ალიზის აგურისგან აშენებული ნაგებობები, საკმაოდ ისეთი წარმატებული არქიტექტურასაც და თვითონ კონსტრუქციებს აგებენ ისინი. რატომ ხიბლავს სიმეტრიის შეგრძნება უძველეს ადამიანს? ვინ არის მისი მასწავლებელი? ქართული არქიტექტურა ყველაზე სწორად გამოხატავს კულტურული პროცესების დინამიკას. სახლი ხდება საიმედო თავშესაფარი. მთავარი კომპოზიციური ცენტრი მისი არის კერა. ძველი არქიტექტურის შესაძლებლობები მოულოდნელ მასშტაბებს აღწევს. ის ქვის მასივებში გამოქვაბულების და მღვიმეების პარალელურად აქანდაკებს ქალაქებს. ამ ხეობაში უწყვეტობა შეიმჩნევა ქართული ხუროთმოძღვრული ცივილიზაციის. დგება დიდი კომუნიკაციების ეპოქები და ცივილიზაციათა შორის იგება ხიდები. ამ ხიდს გადმოივლის და ისე შემოვა საქართველოში წმინდა ნინო. ეს მესხეთია საქართველოს უკიდურესი სამხრეთი. ყველა მწვერვალი არქიტექტურული გამოცანაა. ეს მეგალითებია გრანდიოზული ლოდებით ნაშენი მონუმენტები. ჩვენ ვართ 2000 მეტრის სიმაღლეზე სოფელ მეღრექში. ეს მეგალითური კომპლექსია, რომლის გალავანი, სადაც ჩაკერებული არის დაახლოებით 2, 3 ან 4 ტონიანი ქვები, ერთმანეთზე დაწყობილია დუღაბის გარეშე. როგორ ხდებოდა 3, 4 ან 5 ტონიანი ქვების გადაადგილება და ერთმანეთზე უდუღაბოდ დაწყობა? ამ კითხვას აქამდე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს. მე 20 წელია ამ შემოსფეროში ვარ. დღევანდელი განმოსახედიდან, როდესაც არსებობს შესაძლებლობები და ტექნიკა, რომ აწიო ასეთი მოცულობის ქვები, იმ პერიოდისთვის როგორ ახერხებდნენ, ეს ფაქტიურად წარმოუდგენელია. დიდი ლოდებით აშენებენ სარიტუალო მოედნებს, ცენტრში მენხირებს, საკრალურ ქვებს დგამენ. ეს ნაყოფიერების სვეტები და ორიენტირებია. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ასეთი მენხირების ერთი ნაწილი ქრისტიანული სიმბოლოებით გააფორმეს. იქ, სადაც ასეთი მენხირია, ახლოს მწვერვალზე სარიტუალო კომპლექსი უნდა იდგეს. ჩვენი დრონი 6000 წლის წინანდელ სატაძრო არქიტექტურულ ჩანაფიქრს მიყვება და მწვერვალზე საკულტო კომპლექსის ნანგრევებს აფიქსირებს. სამცხე-ჯავახეთის არქიტექტურული გამოცანებისკენ მკვლევარს და პუბლიცისტ კუკური მეტროველს მივყავართ. ჩვენი ექსპედიცია მისტიკით მოცულ ჯავახურ სოფელში, სამსარში ამოდის. ეს ქვის მასივი პრეისტორიული ხანიდან ამოიჩია საცხოვრებლად ადამიანმა. პირველი გამოქვაბულიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით დარჩა აქ და ეს უზარმაზარი ლოდი არქიტექტურული უნარების არქივად აქცია. ყველა ეტაპის არქიტექტურული მაღალი დონე შეიმჩნევა. თანაც აღმავალი ხაზით ვითარდება, ესე იგი იხვეწება და იხვეწება მისი კულტურა. მთლიანობაში ეს ხეობა და კომპლექსი ძალიან საინტერესოა სწორედ არქიტექტურის ევოლუციის თვალსაზრისით. ამ კლდეში პირველად გამოიკვეთება მესხური სახლის ქვის არქიტექტურული მოდელი. სახლის ჭერი ქვის გვირგვინია, სინათლის და ვენტილაციის წყარო ჭერში დატოვებული სფერული სიცარიელები. გვირგვინისებურად არის გადახურული. აი მერცხლის ბუდურა გადახურვები რო გვაქვს მესხეთში. იმის პროტოტიპია ეს, ესე იგი პირველყოფილი ვარიანტი. ამ დარბაზიდან შემდეგ უკვე ამ გვირაბებით, დარნებით გავდივართ სხვადასხვა სამალავებში, სხვადასხვა საცხოვრისებში. სამსარის კომპლექსში მიწისქვეშა გვირაბების მთელი სისტემაა. მიწისქვეშა არქიტექტურა სამხრეთ საქართველოში ძალიან განვითარებულია. ორი სიგრილია შიგნით. აქ მოვედით ზაჯვარედინზე. და ორად იყოფა, ორი მიმართულება. აქ უკვე გვირაბი მიმართულებას იცვლის და ჩადის ქვემოთ. ხედავთ როგორი ჩასაძრომი აქვს. და იქ ქვა. ეგ ქვა რო დახურული იყო, აქ ვერ ჩავიდოდა ვერავინ. თანამედროვე ევროპული მეცნიერება თვლის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციებით მთელი ცივილიზებული სამყარო უკავშირდებოდა ერთმანეთს. ეს იყო სამხედრო, პოლიტიკური და მისიონერული გზები. ერთხელ მთლიანად შემოვლას ალბათ 5 საათი მოვანდომე ყველა გვირაბის გასინჯვას და სენაკის. და ვფიქრობ, რომ მაინც ბოლომდე ვერ გავსინჯე. სათავდება გვირაბების ლაბირინთი არავინ იცის. ლანდშაფტი არქიტექტორის მთავარი პარტნიორია.
არქიტექტორი უნდა მოერგოს ლანდშაფტს და მასთან ერთად შექმნას ერთიანი იდეა. ამ იდეის დანაწევრება სხვადასხვა სოციალურ სივრცეებთან შემდეგ უკვე მარტივად ხდება. მაგალითად, ამ კომპლექსში არის უამრავი გამოქვაბული, სადაც ცხოვრობდნენ ადამიანები. აქვე ადამიანებმა მოაწესრიგეს რელიგიური კულტურისთვის აუცილებელი ტაძრის მშენებლობა. მერვე საუკუნეში აქ გუმბათოვანი ტაძარი იკვეთება. მისი მასშტაბი და ფორმები ძალიან შთამბეჭდავია. ტაძრის გარეთ კიდევ ერთი მოულოდნელობა გვხვდება. ეს ასომთავრული წარწერაა, რომელიც ყვება, რომ ტაძარი აქ მაშინ აშენდა, როდესაც არაბებმა მცხეთა გადაწვეს და წმინდა ნინოს ხელი მცხეთიდან გაიტაცეს. ეს უკვე ნამდვილი ისტორიული დეტექტივია. მსგავსი ცნობა არც ერთ წყაროში დაცული არაა. ისიც კი არსად ფიქსირდება, ჰქონდათ თუ არა სადმე შენახული ნინოს წმინდა ნაწილები. ეს ბარალეთია, უძველესი ჯავახური სოფელი. ნახევრად მიწური სახლები სამცხე ჯავახეთის არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი. ლანდშაფტის გათვალისწინებით ადამიანი ისეთ საცხოვრისს აგებს, რომელიც ქარისგან, სიცივისგან და სეისმური აქტივობებისგან მის უსაფრთხოებას დაიცავს. მთელი დარბაზი დგას ბოძებზე, როგორც ხედავთ, დახურულია მერცხლისებურად. მისი კედლების სისქე 1.5 2 მეტრისაა. გაკეთებულია აყალო მიწით. დარბაზის მარჯვენა მხარეს სულ განლაგებული იყო საწოლები, სადაც იძინებდნენ მთელი ოჯახი. დარბაზს აქვს საკმეველი, საიდანაც ჩამოდის სინათლე და იმდენად ლამაზად ჩამოდის ეს სინათლის სხივი, რომ ყველა კუთხე კუნჭულს ლამაზად ანათებს. დარბაზის მთავარი საყრდენი დედაბოძია. ეს დარბაზის ყველაზე საკრალური ელემენტია. ქართული დარბაზის დედაბოძი ეს ნაყოფიერების, სიცოცხლის ხეა. იმისთვის, რომ ამ დარბაზებში მუდმივად განახლებული იყო სასიცოცხლო ციკლი, ქართულმა დარბაზმა შემოინახა დედაბოძის კიდევ ერთი უცნაური ტრადიცია. ეს ამ სახლებში მაცხოვრებელი პატარა ბავშვები, სარძევე კბილებია, რომელსაც დედაბოძში აყოლებდნენ აქაური მაცხოვრებლები. ეს ნიშნავდა, რომ აქ სიცოცხლის უნარიანობა არასდროს არ უნდა შეწყვეტილიყო. ამ სახლებში ადამიანებთან ერთად ცხოველები ცხოვრობდნენ. ჯავახური მიწურის არქიტექტურული შინაარსი იყო ის, რომ თავდაცვა მტრისაგან და თავდაცვა ძალიან სუსხიანი ზამთრისაგან. ამის გამო იყო, რომ ოდა და ბოსელი იყო გაერთიანებული. ბოსელი და ოდა ერთმანეთს უნარჩუნებდა ტემპერატურას. ოდაში იყო ხოლმე ბუხარი, თავში აუცილებლად, საქვეები გამართული, სადაც ხალხი ცხოვრობდა. აქ კიდევ ბოსელში ზღვა იყო დაგებული და ბაგები, სადაც სხვადასხვა პირუტყვი იყო დაბმული, ცხვარი და ძროხა. ბანიანი სახლების გადახურვის ტრადიციული ხერხი ულტრათანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებების ინსპირაციად იქცა. 21 საუკუნეში აქტუალური არის მწვანე არქიტექტურა. აქტუალურად გამოიყენება მწვანე სახურავები, სადაც წვიმის წყალს ვიყენებთ და ვინარჩუნებთ ტენიანობას და ეს ხდება მესხურ ბანიან მიწიან გადახურვაში, როდესაც ინარჩუნებდნენ ზამთარში სითბოს ამ გადახურვით, ხოლო ზაფხულში პირიქით სიგრილეს ინარჩუნებდა მესხური ბანიანი სახლები. ქართლის ტერიტორიაზე არქიტექტურული მშენებლობა 8000 წლის წინ იწყება. ეს თიხით და ალიზით ნაშენი წრიული სახლებია. ამ სახლების მეპატრონეები დაწურავენ პირველ ღვინოს და გამოაცხობენ პირველ პურს. სახლების მშენებლებს წრიულობა და სიმეტრიულობა აშკარად ხიბლავთ. წრიული და სიმეტრიულია მათ მიერ გამოძერწილი ჭურჭელიც. არქიტექტურა მთავარ მნათობებს, მზეს და მთვარეს ემსგავსება. სავსებით დასაშვებია, რომ ეს წრიული ფორმები კავშირდებოდეს ასტრალურ წარმოდგენებს, მზის კულტს, ხოლო აი ეს ნახევარწრიულიც ასევე ფარის კულტთან შეიძლება იქნას დაკავშირებული. სამშენებლოდ გამოყენებულია ალიზის არქიტექტურა, მთლიანად ეს შენობები ნაგებია ალიზის გამოუწვავი აგურებისგან, ეს არის პლანო-კონვექსური აგურები. ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად ვითარდება კომუნიკაციები ქვეყნებს შორის. მსოფლიო სავაჭრო გზების ამოქმედებას იწყებს. საქართველოს სავაჭრო გზების გზაჯვარედინზეა. ეს კონფლიქტების ეპიცენტრიცაა. იწყება ციხეების და ციტადელების ინტენსიური მშენებლობა. ციტადელები აკონტროლებენ შემოსულ ეკიპაჟებს და კონფლიქტების დროს თავდაცვით რეჟიმზე გადადიან. ახალქალაქის ციტადელის გრანდიოზულ მშენებლობას იწყებს მეფე ბაგრატ მეოთხე. სხვათა შორის ეს ქართველი მონარქი გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული გემოვნებით და საამშენებლო პროცესებში სწორი პრიორიტეტების დაცვით.
ასეთი ციხეების აღება პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე გავლენის მოპოვებას ნიშნავდა. ამიტომ ასეთ ციტადელებს მხოლოდ პროფესიონალი არქიტექტორები აპროექტებდნენ. ჩინეთიდან ბიზანტიისკენ მიმავალ ქარავნებს თმოგვის ციხესთან უნდა ჩაევლოთ. ყველა საქარავნე გზას სჭირდებოდა ინტენსიური დაცვა, რადგან ამაზე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის, ისე პოლიტიკურად. და თმოგვის ციხე სწორედ ეგეთი ციხეა, რომელიც მიუვალი იყო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, ლანდშაფტის გამო და მოხერხებულად გაკეთებული არქიტექტურის გამო. ეს კიბე მტკვარზე ჩადის. ასეთი არქიტექტურული გათვლები ამ ციტადელების მაშენებლების პროფესიონალიზმზე ლაპარაკობს. სავაჭრო მაგისტრალებს მიუყვება ქარვასლების და ბაზრების მთელი სისტემა. მე-17 საუკუნიდან აქტიურდება ადამიანებით ვაჭრობა და ქარვასლების ერთი ნაწილი პროფილს იცვლის. ვერანყალას ქარვასლა ტყვეთა ბაზრად გადაკეთდა. ის მაღალი ზღუდეებით დააპროექტეს და გვერდით აბანოს აუშენეს. მე-17-18 საუკუნეში აქ იყო გაცხოველებული ტყვეთა ვაჭრობა. იქით წუნდის ქარვასლაში ხდებოდა, ასე ვთქვათ, მთლიანი შავი ბაზარი იყო. მერე გადარჩეული ქალბატონები და არა მარტო ქალბატონები, ტყვეები მოყავდათ აქ. ალბათ მას გაბანდნენ, სპეციალურად ჩააცვავდნენ და ამზადებდნენ სტამბოლის ბაზრისათვის. და როდესაც უკვე მოვლილი, დაბალნილი, დავარცხნილი ტყვე უფრო მეტად ფასობდა. და ამიტომ უღირდათ ასეთი ინფრასტრუქტურა ქონებოდა. სავაჭრო გზებზე მიმდინარეობს ხიდების მშენებლობაც. ეს ხუთთაღიანი ხიდი საქართველოს სამხრეთ საზღვართან სოფელ ყაურმაში დგას. ის ანტიკური ეპოქიდან დღემდე შეუფერხებლად ფუნქციონირებს. მას მხოლოდ ერთხელ მე-10 საუკუნეში ბაღვაშების ფეოდალურმა სახლმა ჩაუტარა დიდი რეკონსტრუქცია. ყაურმის ხიდით საქართველოში შემოვიდნენ ქრისტეს მოწაფეებიც. ეს ხიდი გადმოიარა წმინდა ნინომაც. ეს ანტიკური წუნდის ნაქალაქარია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე საქართველოში ერთ-ერთი პირველი ეკლესია დგას. ის ყველა სხვა ეკლესიებისგან ერთი მინაშენით გამოირჩევა. ეს საპირფარეშოა. გაურების მეხსიერებაში დარჩენილი არის ერთი ასეთი გადმოცემა, რომ ამ ტაძრის შიგნით ცხოვრობდა ბერთა საძმო, რომლებსაც დადებული ჰქონდათ აღთქმა და ეს აღთქმა გულისხმობდა, რომ მათ ეს ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინათ. ბუნებრივია, მათ უნდა ეზრუნათ ჰიგიენისთვის და დატოვეს აი ასეთი მინაშენი. წუნდა მე-5 საუკუნის ძეგლია. 1 საუკუნის შემდეგ ჯვრის ტაძარი აიგება. ქართული არქიტექტურული ექსპერიმენტი 100 წლის შემდეგ ასეთ ფორმებს მიაღწევს. ეს ქართული ისლამური არქიტექტურის ძეგლია. მეჩეთი სოფელ ხოსპიოში დგას. ის წარჩინებული ბეგების, ფალავანდიშვილების აშენებულია. ჯამეს შიდა ინტერიერი მესხური სახლის ფორმებს იმეორებს. ქართული სამეფოები უკიდურესი ჩრდილოეთის საზღვრებს სამხედრო ქალაქებით, შატილით და მუცოთი ამაგრებენ. ამ ქალაქებს განსაკუთრებული კანონები მართავს და ამ კანონების დარღვევა ღვთაებრივი კოდექსის დარღვევას უტოლდება. აქ ქალები მათთვის განკუთვნილ ბილიკებზე მოძრაობენ. ამ კანონს აქ არავინ არ ყვევს. როგორც ქალებს ჰქონდა რაღაცა ტაბუ, რაღაც თავისი ბილიკები და თავისი ყოფა, ისევე მამაკაცებს. აი დილით რო გათენდებოდა არ გამოვიდოდა არავინ მამაკაცი, ჯერ ქალს გამოაგზავნიდა, გამოუშვებდა, ის ქალი დატრიალდა სახლის ირგვლივში ამოწმებდა იქაურობას, რომ ამ მტერი ხომ არ არის ჩასაფრებული სადმე, არამე საფრთხე ხომ არ არის. და რო შევიდოდა, მერე გამოდიოდნენ კაცები უკვე. იმიტომ რომ ქალს არავინ არ მოკლავდა, არავინ არ ესწროდა. ციხე-ქალაქი ისეა ნაგები, რომ შენობებში გადაადგილება გარეთ გაუსვლელადაც შეიძლება. ეს არქიტექტურული ლაბირინთია, რომელიც ციხე-ქალაქის თავდაცვას აძლიერებდა. გასასვლელები იყო ისე მოწყობილი, რომ ერთი გასასვლელიდან მეორეში გასულიყავი და ვიწრო შუკუმები იყო, ახლა ფანჯარა და რაღაც არ იყო ხევსურეთში. ეს სარკმლებს ისეთნაირად შუკუმები ერქვა, ისეთნაირად დაყენებდნენ, რომ ერთგვარი მზის ობსერვატორიაც იყო. რომ აი სხივი რო შემოდიოდა, ხომიადგება კედელს. ამით განსაზღვრავდნენ დღის კლებას, მატებას და ასე კალენდარიც იყო ერთგვარი. ეს მუცოა 1880 მეტრის მწვერვალზე აშენებული ქალაქი. კოშკები, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები ტერასებზეა მოწყობილი. რო დააკვირდე კარგად, ეს იყო მასიური კლდე, რომელსაც ანგრევდნენ, მოასუფთავებდნენ კოშკისთვის ასაშენებელ ადგილს და იმ მონგრეულ ქვას იყენებდნენ სამშენებლოდ. მუცოს არქიტექტურული კომპლექსი ვაინახურის საამშენებლო ტრადიციის ელემენტებით გამოირჩევა.
ეს ქისტი ბორჩაშვილების ორი კოშკია. 82 წლის მუხმად ბორჩაშვილი იგონებს. იქ აშენებდნენ კოშკებს პაპაჩემი, მისი მამა, ისინი იყვნენ კალატოზები. დღესაც არის მუცოში ჩვენი კოშკები. იზრახიან ბორჩაშვილების კოშკებს. ეს აკლდამური არქიტექტურის ძეგლები ანატორში, შატილიდან 2 კილომეტრში დგას. სწორედ ამ აკლდამებს იყენებდნენ რეზერვაციებად შავი ჭირით დაინფიცირებული ადამიანები. სწორედ ის აკლდამებია, სადაც შავი ჭირის ეპიდემიის დროს თავისი ნებით შემოდიოდნენ ადამიანები და თვითდამარხვას ეწეოდნენ სხვათა გადასარჩენად. სვანეთი, დასავლეთ საქართველოს უკიდურესი მთიანი რეგიონი. ეს დადაშქელიანების კოშკია, ყველაზე მაღალი 26 მეტრიანი კოშკი სვანეთში. სვანური საცხოვრებელი კომპლექსები მაჩუბებიც სამხრეთის მიწური სახლების მსგავსად ნოეს კიდობნის პრინციპით ცხოვრობენ. აქ ერთად იზამთრებდა ადამიანი და მის სამსახურში ჩამდგარი პირუტყვი. ცხოველების სადგომები ხის ტიხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. ტიხრები შემკულია ორნამენტებით. სვანური კოშკი დღესაც ერთ-ერთი ნიმუში არის, რომელიც არის არქიტექტურულად გარემოსთან ადაპტირებული, ლანდშაფტთან იდეალურად შერწყმული და ფუნქციონალური მხარე. არის ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რომელიცაც დღესაც იყენებს თანამედროვე ადამიანი და იმ პერიოდისთვისაც ძალიან კარგად ჰქონდათ ნაფიქრი, როგორც ცხოველებისთვის მოწყობილი ზონა და სივრცე, ასევე საცხოვრებელი ზონა და სივრცე. დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში, რაჭაში, იმერეთში, გურიაში და სამეგრელოში კოლხური საჯალობო სახლის არქიტექტურული ტიპი ვითარდება. მისი პროექტი 1000 წლეულების წინ შეიქმნა. ანტიკური ეპოქის არქიტექტორმა ვიტრუვიუსმა თავის მონოგრაფიაში კოლხური სახლიც აღწერა. ერთკამერიანი გახლავთ, ერთი სივრცეა მთლიანად. იატაკი არის სოხანე, კერძოდ თიხად კეპნილია, მიწად კეპნილია, მაგრამ იმდენად ისეა დატკეპნილი, რომ ფაქტობრივად ერთიან მასას და სივრცეს წარმოადგენს, სისუფთავის შენარჩუნება ადვილია. მთავარი კომპოზიციური ცენტრი მისი არის კერა. ზემოდან მომდინარე სხივი, მზისგან მომდინარე, ღმერთიდან მომდინარე ნათელი მოდის ქვემოთ, ხოლო ქვემოდან კერაზე ინთება ცეცხლი, რომლის სხივიც ასევე მიდის ზემოთ და ეს ერთდება, ერთიანი სვეტია. ესაა სწორედ სვეტი ცხოველი. აქ იმართებოდა კერის გარშემო მრავალი რიტუალი, მტრების შერიგებაც, ფიცის დადება და ასე შემდეგ. აქ ხდებოდა ხოლმე პატარძლის შემოყვანა. როცა მოყავდათ პატარძალი, მას სამჯერ უნდა შემოევლო კერისთვის, კერა აუცილებლად არსებობდა და იქ ჩამოკიდებული ჯაჭვისთვის, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა იმ სხივის და იმ სვეტის სახეს, ხელი უნდა მოეკიდა. ხელის მოკიდების დროს ითვლებოდა, რომ ქორწინება შედგა. ხელმოწერას ნიშნავდა ფაქტობრივად ეს. კერის გარშემო საღამოობით იკრიბებოდა ოჯახი, ოჯახის უფროსი დავალებებს იძლებოდა მომდევნო დღისათვის, ოჯახის მთავარი დიასახლის ძლებს აგრეთვე ფუნქციას უნაწილებდა. აქ ხდებოდა ბავშვების აღზრდა, ლეგენდები, თქმულებები და ასე გადიოდა წლების საუკუნეები. საჯალობო სახლის არქიტექტურული ევოლუციის საბოლოო ვერსია ოდა სახლია. მთავარი კონსტრუქციული თავისებურება ის გახლავთ, რომ შუა ცეცხლმა გადაინაცვლა უკვე ბუხარში. ბუხარს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა, ერთი საკვამური გახლავთ და რამდენიმე თვალი. ხშირ შემთხვევაში 3 თვალი თითოეულ ოთახებში გადის, ზოგიერთ შემთხვევაში 4 თვალიც კი და ეს იყო იმდენად ოპტიმალური გამოსავალი, რომ ერთი გამწევი საკვამურის საშუალებით ბებოდა მრავალი ოთახი. ოდა სახლებმა შექმნეს ულამაზესი ქართული სოფლები. ოდა სახლების შიდა ინტერიერი ევროპულ სამყაროსთან დაახლოებამ ახალი აქსესუარებით შეავსო. ევროპულ სამყაროსთან დაახლოებამ მე-19 საუკუნის თბილისის არქიტექტურული პროფილით შეცვალა. ქალაქი აღმოსავლური და ევროპული არქიტექტურული ტენდენციების სინთეზით შეიკრა. ქალაქს ყველა მოდურმა არქიტექტურულმა მიმართულებამ თავისი კვალი დაატყო. თანამედროვე ქალაქი უხეში არქიტექტურული ექსპერიმენტების მძევალია. კოლორიტული უბნები ვიწრო ქუჩებით მძიმე კონსტრუქციების ქვეშ ექცევა. ამ პროცესების მართვა ჭირს. განსხვავებულ საამშენებლო კონცეფციას აყალიბებს კომპანია დომუსი, მისი არქიტექტურული სილუეტი, კონტექსტი, ფორმა, გემოვნებით და ზომიერებით გამოირჩევა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალეს
თანამედროვე არქიტექტურაში მიდგომები. დღეს ურბანულად უკვე განვითარებულ, ჭიდროდ განაშენებულ გარემოში გადაწყვეტილების მოძებნა, რომელიც დროს გაუძლებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე, ის ხაზი, რომელსაც სივრცითი აღქმა ქვია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ადამიანისთვის იქნება და ასევე იქნება ფუნქციონალური მხარე, რომელიც მწვანე არქიტექტურაზე არის დაყნობილი. მწვანე არქიტექტურა არის გამოძახილი წარსულის მომავალში. ცივილიზაციის მთავარი მემატიანე ლანდშაფტზე მორგებული არქიტექტურაა. ეს ფერდობი ბაქნებად 1000 წლეულების წინ დაყვეს. მესხური ტერასული დიზაინის ავტორები გარემოს სწორად დაგეგმარების პირველი მასწავლებლები არიან.